მოგესალმებით. ბოლო წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთი ნამდვილად იქცა პოლიტიკური კრიზისების ქვეყნად. შეიძლება ითქვას, რომ Brexit-ის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დიდი ბრიტანეთისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ამ კრიზისების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვა მთავრობის არაკომპეტენტურობიდან დაწყებული, მათ მიერვე გატარებული ეკონომიკური და სოციალური რეფორმებით დასრულებული. არალეგალური მიგრაციის შედეგად გამოწვეული დანაშაულის ზრდა, ბრიტანელების ჩანაცვლების პროცესი შუა აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული მიგრანტებით და გაუთავებელი ომის პოლიტიკა უკვე ყველასთვის თვალსაჩინო ხდება. მაგრამ ასეთი პოლიტიკა არ ტარდება იმის გამო, რომ ინგლისელების, ირლანდიელებისა და შოტლანდიელების დაკვეთა არის ასეთი. არა, ასეთი პოლიტიკა ტარდება იმის გამო, რომ როგორც ევროკავშირსა და ბრიუსელს, ისე დიდ ბრიტანეთს მართავს Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიერ დასმული მარიონეტების ჯგუფი. ისინი აკეთებენ იმას, რასაც დაუკვეთავენ. არ აქვს მნიშვნელობა მათ პარტიას, ლეიბორისტები იქნებიან ისინი თუ კონსერვატორები. ორივე პარტია დღეს სრულად არის მართული Deep State-ის მიერ და არჩევნებისას მხოლოდ პრემიერ-მინისტრის სახეები და სახელები იცვლება, პოლიტიკა კი იგივე რჩება. ეს მოცემულობა ბრიტანელ მოსახლეობაში უკვე ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს. დღეს ბრიტანულმა გაზეთმა Guardian-მა დიდი სკანდალი გახეთქა ინგლისის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან დაკავშირებით. ჯონსონის კერძო ოფისიდან გაჟონილი 1800-ზე მეტი ფაილი ასახავს თუ როგორ იყენებდა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კონტაქტებსა და გავლენას, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას მოიპოვა მაღალანაზღაურებადი ბიზნეს გარიგებებისთვის. მანამდე 5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა ანჯელა რეინერმა თანამდებობა დატოვა. რეინერმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის მინისტრობისთვის საჭირო ეთიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. საუბარია რეინერის ბოლოდროინდელ შენაძენებზე, მათ შორის ბინაზე, რომელიც ზაფხულის დასაწყისში ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე იყიდა. რეინერმა აღიარა, რომ ჰოუში ბინის შეძენისას, რომლის ღირებულება $1 მილიონ შეადგენდა, საკმარისი გადასახადი არ გადაიხადა. ამის გამო პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა მთავრობაში საკადრო ცვლილებები განეხორციელებინა. კირ სტარმერმა ახალი შემადგენლობის შერჩევისასაც არ უღალატა Deep State-ის პოლიტიკას და მინისტრებად ისეთი პირები დანიშნა, რომლებიც გლობალისტურ და ნეოლიბერალურ დღისწესრიგს ნამდვილად შეეფერებიან. ივეტ კუპერი, რომელიც აქამდე შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობდა, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ივეტ კუპერი მობრძანდით მიგრანტებო პოლიტიკის მხარდამჭერია, ჯერ კიდევ 2015 წელს ევროპის საიმიგრაციო კრიზისის პერიოდიდან დაწყებული. ამაზე მისი პოსტიც მეტყველებს სოციალურ ქსელ X-ში. შინაგან საქმეთა სამინისტროს პაკისტანური წარმოშობის შაბანა მაჰმუდი უხელმძღვანელებს. პაკისტანი ვახსენეთ და ისიც უნდა ვთქვათ, რომ არალეგალური მიგრაციისა და უკონტროლო საზღვრების დამსახურებით წელს განსაკუთრებულად აღინიშნა 14 აგვისტო, პაკისტანის დამოუკიდებლობის დღე დიდ ბრიტანეთში. სხვადასხვა ქალაქებში იმდენი პაკისტანელი იყო გამოსული, რომ ერთი შეხედვით ყველა ეს ბრიტანული ქალაქი ნამდვილად პაკისტანს უფრო მეტად გავდა. ასეთი პოლიტიკა დიდ ბრიტანეთს კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური კრიზისისკენ უბიძგებს, მაგრამ მიზანი სწორედ ეს არის. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის მიერ ნაკარნახევი პოლიტიკის ნაწილია ის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი მთავრობა დგამს. კირ სტარმერის მთავრობის მიერ მიღებულმა ავტოკრატიულმა რეგულაციებმა ამერიკაში თვით დონალდ ტრამპიც კი შეაშფოთა. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბრიტანეთში ადამიანები აზრის გამოხატვის გამო სამართლებრივად იდევნებიან. ტრამპი აკრიტიკებს კანონს, რომელიც ინგლისში ონლაინ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შესახებ მიიღეს. ინგლისში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსმენა გაიმართა შტატების კონგრესშიც. მოხსენებით დიდი ბრიტანეთის რეფორმების პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი წარსდგა. ფარაჟი ბრიტანეთს ავტორიტარულ სახელმწიფოს უწოდებს და ამბობს, რომ მის ქვეყანაში მოქალაქეებს საკუთარი აზრის ონლაინ პლატფორმებზე გამოთქმის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ის კონკრეტული მაგალითების დაასახელა, როდესაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო გაერთიანებულ სამეფოში ადამიანები დააპატიმრეს. დიდ ბრიტანეთში გამოკითხვებითა და რეიტინგებით უკვე პირველ ადგილზეა ნაიჯელ ფარაჟის რეფორმების პარტია. პარტიის რეიტინგი 31%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ლეიბორისტებისა და კონსერვატორების პარტიების რეიტინგებს. ფარაჟის პარტიის რეიტინგის ზრდა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის მიერ
დიდი ბრიტანეთისთვის თავსმოხვეული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლამ განაპირობა. განსაკუთრებით უკონტროლო მიგრაციის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლამ, რამაც ინგლისი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა. დიდ ბრიტანეთში ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში მიიღეს კანონის სახელწოდებით Online Security Act. არაჩვეულებრივად ჟღერს. უსაფრთხოების პრობლემა ინტერნეტის გამოყენების კონტექსტში უკვე დიდი ხანია ისმის. დებატები ბევრია, თუმცა ეფექტურ გადაწყვეტილებამდე ჯერ ვერავინ მივიდა. სანამ სხვები კამათობდნენ, ბრიტანეთმა კანონი მიიღო. ახსნა განმარტებები ბევრი გაკეთდა. პრემიერი კირ სტარმერი ირწმუნება, რომ ეს კანონი სჭირდებათ ბავშვებს და ხელისუფლება მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. აუცილებელია ბავშვების დაცვა ისეთი ონლაინ კონტენტისგან, როგორიცაა თვითმკვლელობის საიტები. საზოგადოების მომზადება კანონის მიღებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. საზოგადოების დასაპანიკებლად სახელმწიფო კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო, Ofcom-ი კვლევის შედეგებსაც აქვეყნებს. კანონპროექტის დამტკიცებიდან ჯერ 2 თვეც არ გასულა, მაგრამ ის უკვე გახდა ტრამპსა და სტარმერს შორის განხილვის საგანი. მოგვიანებით იმას, რაც ბრიტანეთში ხდება, ამერიკის პრეზიდენტი უცნაურს და სამწუხაროს უწოდებს. იქ უცნაური რაღაცები ხდება. ისინი მკაცრ ზომებს იღებენ. მე პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე. ნახოთ რა გამოვა აქედან. იქ სიტუაცია ოდნავ სხვაგვარადაა. ძალიან გაკვირვებული ვარ მიმდინარე პროცესებით. სამწუხაროა. ეს კარგი არ არის. გაოგნებული ჩანს მედიაც. GB News-ის წამყვანი ტომ გარვუდი ამბობს. ფრთხილად, ეს ვიდეო შესაძლოა არ დარჩეს ღიად ინტერნეტში დიდხანს. გამოცემა სპექტატორი წერს. The Online Safety Act ხურავს ინტერნეტს. Reuters headline-ად სოციალურ ქსელ X-ის პოზიცია გამოაქვს და წერს. დიდი ბრიტანეთის ონლაინ უსაფრთხოების შესახებ კანონი სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. გამოცემა Wiki დარწმუნებულია, რომ კანონი უბრალოდ არ იმუშავებს. ონლაინ უსაფრთხოების აქტი განწირულია წარუმატებლობისთვის. სანი პირდაპირ წერს, რომ თავისუფალი სიტყვა საფრთხეშია. ბავშვების დასაცავად შექმნილი ონლაინ უსაფრთხოების აქტი სიტყვის თავისუფლების ცენზურის უხეშ ინსტრუმენტად იქცა. წამყვანი გამოცემების ჰედლაინები მძაფრი და სკანდალურია. რატომ ატყდა ასეთი ხმაური კანონზე, რომელიც ლონდონის განმარტებით მხოლოდ ბავშვების დასაცავად მიიღეს. თუმცა კანონის კარგად წაკითხვისა და პრაქტიკაში მისი გამოყენების შემდეგ ბრიტანელები დარწმუნდნენ, რომ ეს კანონი სინამდვილეში სიტყვის თავისუფლებას უფრო ზღუდავს, ვიდრე ვინმე იცავს. იმიტომ რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ყველა პლატფორმა მკაცრად აკონტროლოს. რაც უკვე ბავშვების დაცვად კი აღარ აღიქმება, არამედ ყველა მომხმარებლის გაკონტროლების სურვილად. გამოცემა სანი მაგალითად ყურადღებას ამახვილებს ტერმინზე ლეგალური, მაგრამ მავნე კონტენტი და წერს. ტერმინი იმდენად ფართოა, რომ არის რისკი ხელისუფლების მხრიდან ის ბოროტ კონტროლში ტრანსფორმირდეს. იქვე სახიფათო პრეცედენტებიც მოჰყავს. ახალმა კანონმა უკვე გამოიწვია ის, რომ ანონიმურმა მოდერატორებმა X მომხმარებლებისთვის ანტიიმიგრაციული პროტესტების სურათების ნახვა დაბლოკეს. გამოდის, რომ კანონის მოქმედება პრაქტიკაში იქამდეც მიდის, რომ ანტიემიგრაციული პროტესტის ფოტოებსაც ბლოკავს. GB News-ის წამყვანი ირწმუნება, რომ ბავშვების ფსიქიკის დაცვისა და არასრულწლოვანებზე ზრუნვის საბაბით შეიძლება ხელისუფლებისთვის მიუღებელი ნებისმიერი თემა დაიბლოკოს. მაგალითად, ომი ან ძალადობა, ან პარლამენტში კრიტიკული გამოსვლა. უკვე ბევრი დაიწერა ბრიტანეთში ახალი ონლაინ უსაფრთხოების კანონის სისულელეზე. ბევრი მელანი დაიხარჯა და უამრავი პიქსელი აინთო ჩივილით ლიცენზირებული ინტერნეტის შესახებ. იქნება ეს გაზასა და უკრაინაში ომის რეპორტაჟების დამალვა, ძალადობრივი ბანდების სტენოგრამების დაფარვა. ეს კანონი, რომელიც მხოლოდ პორნოგრაფიის დაბლოკად წარმოაჩინეს, სინამდვილეში ითხოვს, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ფსიქოლოგიურად საზიანო იყოს ბავშვებისთვის, ნაგულისხმევად დაექვემდებაროს ცენზურას. კონკრეტული კრიტერიუმები კანონში გაწერილი არ არის და მაშინ ხელისუფლებას შეუძლია ბავშვების ფსიქიკაზე მავნე კონტენტად გამოაცხადოს ყველაფერი, რაც პირადად ხელისუფლების რეიტინგზე და იმიჯზე ნეგატიურად აისახება. ამ ბუნდოვანებაში მთელი პასუხისმგებლობა ონლაინ პლატფორმებს ეკისრებათ. რისკების შეფასება, სწრაფი რეაგირება, კონტენტის წაშლის მექანიზმი. ეს ყველაფერი უკვე ონლაინ პლატფორმების ვალდებულება ხდება. მათ უკვე შექმნეს ტოტალური კონტროლის ეფექტური სისტემა. ახლა ვნახოთ, რა შედის ამ სისტემაში
სისხლში და სადამდე მიდის კონტროლი. პირველ რიგში აუცილებელია მომხმარებლის ასაკის დადგენა. ამისთვის კი ნებისმიერი ბრიტანეთში მცხოვრები მომხმარებელი ვალდებულია საკუთარი პირადი მონაცემები გაასაჯაროვოს. ანონიმურობა დაცული აღარ იქნება და ეს ეხება არა მხოლოდ პირად მონაცემებს, არამედ ჩათებში პირად მიმოწერებსაც. ხელისუფლებას წვდომა ექნება ინტერნეტში თითოეული მოქალაქის მოძრაობაზე, სიტყვაზე და ფოტოებზე. Ofcom-ს, ბრიტანეთის მარეგულირებელს, უფლება აქვს აიძულოს ნებისმიერი პლატფორმას შექმნას სისტემა, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს. WhatsApp-ს, Signal-ს, Messenger-ს, აქამდე მათ ვალდებულება მომხმარებლების წინაშე ჰქონდათ. მათ ეუბნებოდნენ, რომ ერთ-ერთზე მიმოწერა კონფიდენციალურია და დაცული. კონფიდენციალურობასთან ერთად დაცული იყო ანონიმურობაც. სთხოვდნენ, რომ არავისთვის ინტერნეტ სივრცეში პირადი მონაცემები არ გაეზიარებინათ. ახლა ისინი ვალდებულები უკვე ხელისუფლების წინაშე არიან. მათ ტოტალური თვალთვალი უნდა დააწესონ ყველაზე და ნებისმიერზე. აკრძალული კონტენტი აღმოაჩინონ და წაშალონ. კანონის დარღვევაც თუნებად რომ არავის ექცეს. ჯარიმებიც გიგანტური ზომის დააწესეს. Ofcom-ს შეუძლია დააჯარიმოს პლატფორმა მისი წლიური გლობალური ბრუნვის 10%-ით. მაგალითად, თუ TikTok-ს ან Meta-ს აქვს მილიარდობით ფუნტის ბრუნვა, მათთვის სანქცია შეიძლება 10-ობით ან 100 მილიონ ფუნტამდე ავიდეს. უფრო პატარა კომპანიებისთვის ალტერნატივის სახით მინიმალური ზღვარი 18 მილიონი ფუნტია. ფინანსური სანქციების გარდა Ofcom-ს შეუძლია კონკრეტული კომპანიის დირექტორებზე ან სხვა პასუხისმგებელ პირზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დააწესოს. ასე რომ კანონი მართლაც ძალიან სერიოზულია. ამიტომაც დაჯარიმების შიშით ონლაინ პლატფორმებმა შესაძლოა თავი ზედმეტადაც დაიზღვიონ და ყველაფერი, რაც ხელისუფლებისთვის შეიძლება კრიტიკული ან მიუღებელი იყოს, დაბლოკონ. მაგრამ რა თემების მიმართ არის მგრძნობიარე ბრიტანეთის ხელისუფლება? კანონის აღსრულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის მიგრაცია და LGBT ფერადი პლუსების მთელი კოლექცია. მაგალითად, რამდენიმე დღის უკან ირლანდიელი კომიკოსი გრეჰემ ლაინჰანი ჰიტროუს აეროპორტში დააკავეს. აპრილში ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო. მაგალითად, ახალგაზრდა მამაკაცები ჯორდან პარლორი ქალაქ ლიდსიდან და ტაილერ კეი ქალაქ როთერჰემიდან დააკავეს. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო. ისინი მიგრანტების გაძევებას მოითხოვდნენ. ასეთი პროტესტი ბრიტანეთში საზარელმა მკვლელობამ გამოიწვია. 2024 წლის ივლისში საუთპორტში სკოლის გარეთ მეორე თაობის ემიგრანტმა რა უნდადან 3 მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა. რამდენიმე კი დაჭრა. ემიგრანტების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღაც მაშინვე აგორდა. ისინი მათ ქვეყნიდან გაძევებას მოითხოვდნენ. ბოლო დროის ემიგრანტებსა და ბრიტანელებს შორის შეტაკებები ხშირად სასტიკ და დაუნდობელ ხასიათს ატარებს. ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილოა კრიმინალური ფონით, სოციალური მდგომარეობით და დაძაბული გარემოთი, ადგილობრივების საზღვრების გაკონტროლებას, ქვეყნის დაცვას და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვენ. პრემიერმა სტარმერმა ამ პრობლემას როგორც ჩანს თავისებური გამოსავალი მოუძებნა. მიგრანტები კი არ წავლენ და დატოვებენ ქვეყანას. ეს ბრიტანელები დადუმდებიან. სოციალურ ქსელებში ცუდ ამბებს აღარ გამოაქვეყნებენ და მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. როგორც ჩანს, ეს არაფორმალური ოლიგარქიული მართლობის, იგივე Deep State-ის მიერ მართული ინგლისის, მართველი ელიტის გადაწყვეტილებაა. საკუთარი ხალხის აზრი და განწყობა მას არ აინტერესებს და ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ამ მიზეზს Deep State ჰქვია. LGBT პლუსების უფლებებზე ორიენტირება და მიგრანტების დაცვა სწორედ მისი პროექტია. ამ იდეებს მისდევს და ახორციელებს სტარმერიც. სამაგიეროდ ადვილად შეუძლია გადააბიჯოს დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას. ახალი ამბები აღარ დაიბეჭდება. მიგრანტები თავს დაცულად იგრძნობენ. ჩათები გაკონტროლდება. ბრიტანეთის ქუჩებს თუ შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლებას უჭირს მოსახლეობის უკმაყოფილებასთან გამკლავება. არაფორმალური ოლიგარქიული მართლობის, იგივე Deep State-ის პოლიტიკას დაქვემდებარებულებს ტოტალური კონტროლი გამოსავლად მიაჩნიათ. არავის სჯერა, რომ სტარმერი ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, რადგანაც 2008-2013 წლებში ის ინგლისისა და უელსის მთავარ სახელმწიფო უწყებას, სამეფო პროკურატურას ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი 1400 ბავშვი გახდა. სწორედ მაშინ ყალიბდება არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ბანდები. პაკისტანელმა მიგრანტებმა დანაშაულებრივი ქსელი აამოქმედეს. არასრულწლოვან გოგონებს იტაცებდნენ, ყიდდნენ და აუპატიურებდნენ, მაგრამ პროკურორმა არაფერი გააკეთა. ახლა ამ საქმის გამოძიებაც დაიბლოკა. ილონ მასკი ამ ისტორიას საკუთარ სოცქსელში გამოეხმაურა. სტარმერი დამნაშავეა ბრიტანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ დანაშაულებებში. გააზიარა ბრიტანული გამოცემა ტელეგრაფის სტატია სათაურით, როგორ დაიფარა არასრულწლოვანთა წინააღმდეგ მოქმედი ბანდების სკანდალი.
სნეული მშიშრები, რომლებმაც ბრიტანეთში პატარა გოგონების მასობრივი გაუპატიურება დაუშვეს, ისევ ხელისუფლებაში არიან, ჯერჯერობით. ასე რომ ტოტალური კონტროლით სტარმერი შესაძლოა საკუთარ წარსულსაც მალავს. მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, რომ მასზე წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტსაც იმსჯელეს. რეფორმების პარტიის ლიდერის, ბრიტანელი პოლიტიკოსის, ნაიჯელ ფარაჯის განცხადებით, წინამძულეში კანონი ბავშვებს კი არ იცავს, სიტყვის თავისუფლებას ახშობს. მან დიდი ბრიტანეთი ჩრდილოეთ კორეას შეადარა. ჩემთვის დიდად სასიხარულო არ არის, რომ ახლა აქ ამერიკაში ვზივარ და აღვწერ იმ ავტორიტარულ მდგომარეობას, რომელშიც ვიძირეთ ეს კანონი დააზიანებს ვაჭრობას ჩვენს ქვეყნებს შორის და მთელ დასავლეთში საფრთხეს შეუქმნის სიტყვის თავისუფლებას, რადგან მსგავსი კანონების გავრცელება შესაძლებელია ევროკავშირის მხრიდანაც მოხდეს, როდის გავხდით ჩრდილოეთ კორეა. ეს ნამდვილად შემაშფოთებელი და საგანგაშო სიტუაციაა. კანონი, რომელმაც საბოლოოდ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის პოზიციები უნდა გაამყაროს ბრიტანეთში, პირველად 2023 წელს მიიღეს. უბრალოდ შემდეგ და ყოველ წელს სულ ახალ-ახალი რეგულაციები ემატება. ამ კანონის საფუძველზე დღეში საშუალოდ 30 ადამიანს აკავებენ. სულ 12,000-ია დაკავებული. კონფიდენციალურობა და ანონიმურობა აღარ არსებობს. Deep State-ის მიერ მართული ინგლისის ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად უკვე დიქტატორულ მეთოდებზე გადადის. რაც უფრო მწვავდება კრიზისი დიდ ბრიტანეთში, მით უფრო მეტად ანგრევს ქვეყანას არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის პოლიტიკა. რაც უფრო მეტად იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება, მით უფრო მეტად ცდილობს ბრიტანეთის ხელისუფლება თავისუფალი აზრისა და პროტესტის ჩახშობას. ბოლო დროს მიღებული კანონების ქვეყანაში საპროტესტო განწყობების გაჩუმებისკენაა მიმართული. სტარმერის ხელისუფლება განსაკუთრებით სოციალურ ქსელებს ერჩის, რადგან Deep State-ის მიერ კონტროლირებული ბრიტანული მედიისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელებში ბრიტანეთის მთავრობისთვის მიუღებელი აზრის ცენზურა უფრო რთულია. აქვე უნდა გავიხსენოთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლის ტრასის განცხადება, რომ ბრიტანეთი სრულად იმართება Deep State-ის მიერ, როგორც მისი მედია. არათუ რიგით მოქალაქეებს, არამედ თვით ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც კი არ აქვს შესაძლებლობა ხმა მიაწვდნიოს მოსახლეობას. სწორედ ასე გამოიყურება დღეს ბრიტანული დემოკრატია. მე იოანე შაიშმილაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.